გუმისთის ბრძოლის 32 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი ჯონი დატუნაშვილი გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. მათ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გუმისთასთან შეტაკებისას დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვეტერანები და გუმისთის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლები. ჩვენმა არტილერისტებმა უთანასწორო ბრძოლაში ძალიან მაღალ შედეგებს მიაღწიეს და პრაქტიკულად იმ დროისთვის გადაარჩინეს ჩვენი აფხაზეთის მიმართულება. მე მინდა მადლობა უთხრა გმირებს და ზოგადად ადამიანს როცა აქვს პატივი რომ გავიდეს ამ ქვეყნიდან თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის, პატრიოტიზმისთვის, ეს არის ერთეულების ხვედრი და ჩვენი გმირები სწორედ ასეთი ერთეულები არიან. დღეს 32 წელი გავიდა გუმისთის შეტაკებიდან, სადაც ჩვენმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი სიცოცხლის და თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ამ უთანასწორო ბრძოლაში გადაარჩინეს ათასობით ჩვენი უდანაშაულო თანამოქალაქე. ჩვენი ვალია რომ გვახსოვდნენ ჩვენი არტილერისტები, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ეს თარიღი ჩაიწერა საკმაოდ დიდი წარმატებით, გამარჯვებით, რაც განპირობებული იყო ყოველი ჯართან ახის სახეობების, მოხალისეების და შემართებული ადამიანების ურთიერთქმედებით ბრძოლაში, რამაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სეპარატისტებთან ერთად მოუსპო იმედი იმ დღეებში ქალაქ სოხუმის დაკავებისა და განიცადეს საკმაოდ მტკივნეული მარცხი. მე მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო თითეული ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახის წევრების გამოხატულ ხსოვნას. შემოტევა იყო ქალაქ სოხუმზე 93 წელს. ძალიან დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ქალაქის აღება უნდა და 15 მარტს დაიწყო, გაგრძელდა 16-17, 16 მარტს მიაღწია პიკს ამ შემოტევამ და ქართული შეიარაღებული ძალები, ყველა ქვედანაყოფები გაერთიანდა და მოიგერიეს მტერი.